გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა ძირითადად შეეხება 1999 წლის 4-9 აპრილის აქციას და სტუმრებს წარმოგიდგენთ ბატონი ირაკლი წერეთელი, ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. ვინაიდან ჩვენი გადაცემა ეხება 99 წლის 9 აპრილის აქციას, თუ შეიძლება დავიწყოთ ზუსტად დღევანდელ დღეს 35 წლის წინ, ანუ 1999 წლის 6 აპრილს რა ხდებოდა მნიშვნელოვანი, რომ უთხრათ და შევახსენოთ მაყურებელს. ბატონ კონსტანტინეს მოვუსმინეთ. კეთილი. 6-ში უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო იქ. ჯგუფები მოდიოდნენ მთელი დღის მანძილზე. ხდებოდა მონიტორინგი რა ერთგვარი ქუჩების, საერთო ელემენტები არ გამოჩენილი იყვნენ მახსოვს. და რაც მთავარია, მან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მოვლენა, კერძოდ ეს იყო ახალი ლოზუნგების გამოჩენა და ძველი ლოზუნგების რაღაცნაირად უკანა პლანზე გაწევა, თითქმის იქამდე რომ სულ გაქრა ის ლოზუნგები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ 9 აპრილის, 4-9 აპრილის აქცია, ესე ქვია ამ აქციებს, დაიწყო თავიდან აფხაზეთის ირგვლივ, აფხაზეთის თემაზე. კერძოდ, აფხაზეთში მიღებული იქნა ლიხნის დეკლარაცია, რომელსაც სეპარატისტულად განწყობილმა საზოგადოებამ ხელი მოაწერა, ისინი ითხოვდნენ საბჭოთა რესპუბლიკის შექმნას და შესაბამისად საქართველოსთან გამოყოფას. აფხაზეთისას და რა თქმა უნდა იქ იყვნენ გათავხედებული სეპარატისტები, სწორედ აი ამ სეპარატისტების დასჯას ითხოვდა ეს პირველი ლოზუნგები, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ გარკვეული ჯგუფის ზეწოლით მიიღო. ეს იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ეს იყო თამარ ჩხეიძე, ეს იყო ზურაბ ჭავჭავაძე, კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც კატეგორიულად დააყენეს საკითხი, რომ ეს აქციები უნდა იყოს მთლიანად მიმართული აფხაზეთის გარშემო, უნდა შეეხებოდეს აფხაზეთს. თემა უნდა იყოს მთავარი აფხაზეთი. მაგრამ ამ შეკრებას ეს იყო ესეთი სახელდახელო შეკრება ილიას დაკაკის ძეგლთან, მე ვესწრებოდი, მე მახსოვს. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ და იყვნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დიახ 4-ში დაახლოებით 7 საათი იყო საღამოს, როდესაც ისინი მსჯელობდნენ რა უნდა ყოფილიყო აქციის ძირითადი ლოზუნგი. იქ ირაკლი წერეთელი და ირაკლი ბათიაშვილი არ ყოფილან. ისინი იყვნენ აფხაზეთში იმყოფებოდნენ და ზვიადის და ჭანტურია, გია ჭანტურიაც არ იყო ადგილზე, ის და მისი ჯგუფი აქციების გამართვას აპირებდა ტელევიზიასთან და ასეც მოიქცნენ ისინი. იგივე მოთხოვნებით? დიახ, იგივე მოთხოვნებით. ამიტომ ზვიადი და მერაბ რაღაცნაირად მარტონი იყვნენ. არ ჩანდა ის ადამიანები, ვინც ხარს გაუმაგრებდა მათ ამ დისკუსიაში. არც ერთი ირაკლი იქ არ იყო და გია ჭანტურია იყო იმასთან, რა ქვია, ტელევიზიასთან. ანუ დისკუსიაში ისინი მარტონი დარჩნენ. ამიტომ რაღაცნაირად მათ ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს თითქოს, დაუთმეს რა. კი ბატონო.
დაიწყოს ოღონდ აქცია და თქვენ წარმოადგინეთ მისი ლოზუნგი. ხალხის რაოდენობა როგორ? ხალხის რაოდენობა უკვე იქ იყო ალბათ მინიმუმ 40,000 კაცი, მინიმუმ, იმიტომ რომ სტადიონი, ხალხის წამოყვანა მოხდა სტადიონიდან, თავიდან ამას უძღოდა წინ შეკრება უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში, რომელიც იყო სრულიად გადაჭედილი. იქ ზვიად გამსახურდია ამოვიდა სცენაზე, მან მიმართა შეკრებილებს, მერაბ კოსტავამაც მიმართა, მე გადასცეს ცოტა ხნის ადრე ამ შეკრებამდე იქ გაიმართა ზვიად გამსახურდიას იუბილე, მისი 50 წლის თავი, რომელიც მიყავდა მერაბ კოსტავას, ის იყო წამყვანი. მე ვიყავი. დიახ. და მუხრან მაჭავარიანი მოიხმეს სცენაზე და ზვიად გამსახურდიამ ეროვნული დროშა გადასცა მუხრან მაჭავარიანს. ეს ეროვნული დროშები, სამფეროვანი დროშა ეს ეხლა უცნაურად არ გვეჩვენება ჩვენ და ძალიან ნაცნობია ის ჩვენთვის, მაგრამ მაშინ ასე არ ყოფილა. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცოდა ეს რა დროშაა. არ იცოდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია, არ იცოდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი, არ იცოდნენ მისი გერბი. გაგონილი ქონდათ ზოგიერთი პოლიტიკოსის გვარი მაშინდელის, ისიც იმიტომ რომ თვალები ღნაოდენ ხოლმე ქუჩაში. საქართველოს გამოზარდა 4 ღირსეული შვილიო, ჟორდანია რამიშვილი, ჩხენკელი და ისა წერეთელი ჩხენკელი და რამიშვილი, აი რაღაც ესეთ თვალები ღნაობენ სიმღერას ხეროდენ ხოლმე ქუჩაში. და აი აქედან ეს იყო მთელი ცოდნა ისტორიის, ხალხმა ისტორია არ იცოდა. აი ეს დროშა რო გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი მოვლენა და აი ზვიადმა გადასცა ეს დროშა მუხრან მაჭავარიანს და თქვენს რომ ჩვენ ახლა წავალთ სტადიონზე, სრულდება მატჩი, შევალთ სტადიონზე და მოუწოდებთ იქ შეკრებილ საზოგადოებას რომ დაიძრნენ რუსთაველისკენ, უკვე რუსთაველის პროსპექტისკენ. რა თქმა უნდა, იქ იყო ნოდარ ნათაძეც, რომელმაც ასევე აუგა მხარი ამ ამბავს და ყველანი ესენი გაემართნენ და ჩვენც გავყევით მთელი სტუდენტობა, წავედით სტადიონისკენ. სტადიონზე პირდაპირ შევიდნენ ზვიადი, მერაბი, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ ნათაძე და მოუწოდეს იქ შეკრებილ ხალხს, რომ წამოსულიყვნენ სტადიონისკენ, მათ ხალხს აუხსნეს, რომ აფხაზეთში შექმნილია ძალიან მძიმე სიტუაცია. და რაღაცნაირად რახან ეს ხალხი წამოიყვანეს რუსთაველისკენ სწორედ აფხაზური ლოზუნგებით, იმ პარტიის არგუმენტაციაც სწორედ ასეთი იყო, რომ რახან თქვენ ხალხს უხსენეთ აფხაზეთი და ესაა ხო რაღაცნაირი ტრიგერი ანუ გამომწვევი. ამიტომ ლოზუნგები უნდა იყოს აფხაზეთისთან დაკავშირებული. 6-ში ჩამოდიან ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი წერეთელი, იმართება ეროვნული კომიტეტის, ეროვნული ხსნის კომიტეტი იყო არა, მაშინ თუ სწორად მახსოვს ირაკლი. ხო, იმართება ეროვნული ხსნის კომიტეტის შეკრება, სადაც ისინი მოილაპარაკებენ, რომ ლოზუნგები უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეს პარტია აპროტესტებს, მაგრამ იძულებული ხდება, რომ დათმოს თავისი პოზიციები და კერძოდ აქ შემოდის უკვე დამოუკიდებლობის, საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი. გია ჭანტურიაც მაგაზრზე. მაგაზრზეა, რა თქმა უნდა, სულაც არ არის წინააღმდეგი გია ჭანტურია, ოღონდ ის ცალკე არის. ტელევიზიასთან და ერთადერთი კაცი, რომელიც აქ არის, მოდის ხოლმე მეკავშირე, ეს არის ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი ქადაგიშვილი სულ ჩვენთან ერთად არის. და ეს ლოზუნგი გამოდის წინა პლანზე და არგუმენტაცია რა არის მე მახსოვს ორივე ირაკლის არგუმენტაცია არის რომ ჩვენ გადავალთ ამითი მთიანი ყარაბაღის ჭაობში რო არ ჩავიძიროთ ჩვენ მთიანი ყარაბაღის ჭაობში სადაც ვიღაც თქვათ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების დასჯას ითხოვს ერთი მხარე და მეორე მხარე ვიღაც სომეხის ჩინოვნიკების დასჯას ითხოვს აი ასეთ რამეზე რო არ დავწრილმანდეთ რომ არ ჩვენ ისედაც არ ვცნობთ იმპერიას ჩვენ ვცნობთ საქართველოს ესე ვთქვათ დამოუკიდებლობას აი იმ გაგებით რომ საქართველოს საბჭოთა კავშირში არასოდეს შესულა საბჭოთა კავშირი შემოვიდა საქართველოში ისე რომ ჩვენ არ გვკითხა ამიტომ საბჭოთა მთავრობას თხოვო ვიღაც აფხაზი ჩინოვნიკების დასჯა ესეც არ არის მთლად გამართლებული და ეთიკური აი ეს იყო არგუმენტაცია ვიღაც თქვათ ოზგანის ან ვიღაც ფაჩულიას დასჯას არ უნდა ვითხოვდეთ აი ეს გვარები მახსოვს როგორ ფიგურირებდა ორივე ორატორის ერთი ირაკლის და მეორე ირაკლის გამოსვლებში და ეს იყო მათი არგუმენტაცია და ეს იქნა მიღებული
ზვიადი და მერაბიც სიხარულით დაეთანხმენ. გიაჭანტურიაც ძალიან კმაყოფილი იყო ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ისიც ზუსტად იგივეს ამბობდა, რომ ეს ჩვენ საბოლოო ჯამში გადაგვიყვანს მთიანი ყარაბაღის ჭაობში, ეთნიკურ დაპირისპირებაში. ჩვენ ამით მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენ ეთნიკურ აფხაზებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. პრობლემა არის საბჭოთა კავშირი, პრობლემა არის იმპერია, პრობლემა არის პოლიტიკა, მახინჯი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს იმპერია, დაყავი და იბატონე. და აი ამის ბრალია ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებლობას და როდესაც იქნება დამოუკიდებლობა, ყველაფერს ჩვენ თვითონვე მოვაგვარებთ. აი ეს იყო 6 ანუ 6-ში შეიცვალა ლოზუნგი. ბატონო ირაკლი, თქვენ სად იყავით, თქვენ და ირაკლი ბათიაშვილი? მე და ირაკლი ბათიაშვილი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წავედით ზუგდიდის გავლით სოხუმში. სოხუმში ჩატარდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია, იქ ესეთი ის იყო სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი. იმის ზოში, რომელიც სოხუმიდან იყო ქალაქარეთ 1-5 კილომეტრი იქიდან მსვლელობა და მე წამოვიდით ჩვენ გამოვიარეთ ქუთაისში. ქუთაისში ჩავატარეთ, ეხლა ქუთაისის უნივერსიტეტია, მაშინ პედინსტიტუტი იყო. იქაც აქცია ჩავატარეთ, ვალერი კანანდალიშვილი იყო, გიორგი ბახტაძე იყო. მე პოლიციამ მე და ირაკლი ბათიაშვილი აგვიყვანა და ცოტა ხანში ოცნებობა ხონდა გამოგვიშვა მანქანით. ეს მანქანა ანუ ქუთაისიდან გამოგვარიდეს თუ როგორ? ხო, გამოგვარიდეს. თან ჩვენ გვეჩქარებოდა, ვიცოდით ჩვენ მაშინ მობილურები არ იყო, მაგრამ ვიცოდით რომ თბილისში ის იყო და დაწყებული იყო და რა გაგოჩერებდა ქუთაისში. თბილისში დიდი დუღილი დაიწყო. მახსოვს გამოვიარეთ გორში ხამე გავათიეთ სასაცილო მოიწმოხთა ნაჩლეგი იყო ხამის გასათევი ავტობუსების გაჩერებასთან და დილასო ჩამოვედით თბილისში და დაგვხვდით თულში. სასაცილო რა გადაგხდათ ეგეც გითხრა. იქ რო შევედით იმ დარბაზში აი ნაჩელეგი არ ვიცი ქართულად როგორ არის ღამის გასათევი ადგილი. ხო, ღამის გასათევი ადგილი შევედით. ხრინვა არაკომფორტული ფრიად. ხო, არაკომფორტული ხრინვა გვესმოდა და ბოდიში და ერთგაც გახტილი ფეხის სუნიცით და ირაკლი მეუბნება ცოლებსო მოვიყვანთო საქორწინო მოგზაურობაში ამ დარბაზში ჩამოვიყვანთო. და ჩამოვიდი დახვდა ძალიან ცუდი სიტუაცია. 4 აპრილს გრანდიოზული ხასიათი რომ მიიღო ამ გამოსვლება, ეს იყო პერსონალურად მერაბ კოსტავოს და ზვიად გამსახურდიას ღვაწელი, იმიტომ ისინი წარუდგნენ ხალხს სტადიონზე და ზვიადის მოწოდების და მერაბის მოწოდების საფუძველზე მოიხსნეს უზარმაზარი მასა. დაღანახ გამოდის შავი საქმე გადადიოდა მერაბის და ზვიადის კისერზე და ზურგზე. ხალხი მათ მოყავდათ. და აქ ეს პროვოკატორები არ მომრიდება ძალიან სამარცხვინო მოთხოვნებით ახედება რომ მთელი მსოფლიო მაშინ საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს უყურებდა გამადიდებელი შუშით ბალტიისპირეთ და საქართველო იყო წინაპრაზე. მაგ ტონალობაში ილაპარაკეთ რომ ჩამოხვედით მერე რომ პროვოკატორები ხარ თუ ესეთი დაძაბული. იმიტომ მე ხოლმე შევსწავლე პირველ კამას და მე 6-ში გაიმართა კიდევ კამათი. ანუ ძეგლთან ბატონი კონსტანტინეც რო ესწრებოდა იმ კამათს არ შეესწარით მეორე დღეს. ჩვენ ჩამოვედით აი დილას 6-ზე აქ ვიყავით. ხო და ხედავთ რომ სამხელა ხალხი იბრძვის რაღაცა სულელური მოთხოვნები და საქართველოს დამოუკიდებლობა არის სახელოვანი მოთხოვნა, ხო და წარმოიდგინე რა სტაბილიზება დარჩება საქართველოს და საქართველოს სოფელი მაშინ გაჩნდა სწორედ ერთი ესეთი ლოზუნგი ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. და ჩვენ რა გვინდოდა რომ ჩვენ გვინდოდა დაგვენახა მთელი მსოფლიოსათვის ეს ამდენი აბობოქრებული ერი იბძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და არა ადგილი რა ქვია მაგას ადგილი ესეთი ბიუროკრატული მოთხოვნები ეს მოხსენის გადააყენე თან ესე ჩვენი დაპირისპირების ობიექტი არის რუსეთის იმპერია როგორც დამპყრობელი როგორც აგრესორი ეს ტერმინები აი დღეებიდან მოდის და ოკუპანტი რო გაგეჩერებინა მოდერნიზებული ყველას ოკუპანტი ეგონა ფაშისტი ოკუპანტი გერმანელი ეს ეროვნულ მოძრაობის საქმეა
ხოლმე მახსოვს ძალიან კაი ხასიათი იყო ხა მაგ ცოდვა გამხერინჯობს თამრიკოს და მის დაჯგუფებას აი მერაბის მიმართ არ ჰქონდათ ისეთი ანტაგონისტური ამდენის ჰქონდათ ზვიადის წინააღმდეგ რატომღაც რა და ეს ყოლდა ზვიადი ძალიან გაიხარა რომ იტყვია რომ ჩამოვედით მაშველთა კორპუსით მოვივიდა და შეიცვალა ხადაშორის მე მინდა ვისარგებლო იმ შემთხვევით რომ ჩემა სიყრმის მეგობარმა კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ძალიან დიდი წიგნი, დიდი როგორც სულისკვეთებით და შინაარსით ისე ოცულობით 700 მეტია 700 გვერდზე წიგნს ქვია ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი სამშობლოსათვის და ერის სახელმწიფოსათვის. და იქ მადლობა მინდა ჩემს კონსტანტინეს გადავხედო მთელი თავი აქვს დათმობილი 9 აპრილს და დეტალებში ეგ ყველაფერი მოთხრობილი როგორ მოიხსნა ის პროვოკაციული მოთხოვნები და როგორ წამოვიდა ნამდვილი ქრისტიანული მოთხოვნა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ განმანთავისუფლებელი უკვე ხასიათი ეროვნულმა მოძრაობამ იმ დღეებიდან მიიღო, იმიტომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა დადგა ერთადერთ და უპირველეს მოთხოვნად. რომ ჩამოხვედით და რომ დაილაპარაკეთ ყველამ ერთად ლიდერებმა, ეს ხალხის თვალწინ ხდებოდა სადღაც იქ მოფარებული. ძირითადად ეს ხდებოდა ერთმანეთში, მაგრამ ის იყო ხალხიც იქ იყო. დაჟე ვეკითხებოდი ჩვენ როგორ ქონდა ის მეთოდი ქონდა რომ როცა რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებდით, გამოვარდებოდით ხოლმე, დავუსვამდით ხალხს შეკითხვას და ხალხი რო დაგვიდასტურებდა, ამით ვაგდებინებდით ყველას ხმას. ხო მართლა 23 მინდა ვისარგებლო ასევე ფეონდელი სატელევიზიო გამოცდი, იმიტომ ამ წელს მე სხვა ტელევიზიაში არ ყოფილი ვარ, ხო? ხო და მინდა კონსტანტინეს და სრულიად საქართველოს მიულოცო 31 მარტი, როგორც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო უპირობო დიდი და სახელოვანი პიროვნების ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და ზვიად გამსახურდიას დაბადების 87 წლის თავი და რეფერენდუმში უპრეცედენტო ბრწყინვალე გამარჯვების 25 წლის თავი. რატომ იძახი უპრეცედენტო? იმიტომ რომ სოფლიოში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საგიზეთ ჩატარებულ რეფერენდუმთან შორის ამხელა პროცენტული მაჩვენებელი საქართველოს დამოუკიდებლობის ხალხაჭერას ბალტიისპირეთში იყო 82%, აქ იყო 99%. და გაითვალისწინეთ მაშინ ეს რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთში და ჩატარდა სამოჩაბურშიც. ასე რომ აფხაზებს და ოსებსაც თავი აქვს გაყოფილი იმ ყურბში, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. ფაქტია ჩატარდა რეფერენდუმი. დიახ, გისმენთ. ახლა კიდევ მინდა მიულოცო ეს ამბავი, ძალიან დიდი გამარჯვება და ვიცი მე ძალიან კარგია რომ აი გაიხსნა სუდიტში მე აბა დღეს გოქება კონსტანტინეს საღამოს მაგაზე საუბარი ძალიან გამიხარდა რომ თვითონ გამოყოფილია რომ გაიხსნა ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრი კულტურის. ხო, როგორ ქვია? ესე იგი, ხო, ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი. საპრეზიდენტო ცენტრი ძალიან კარგი. ხო, ეხლა თავისთავად, რო ვთქვათ, ჩვენ ირაკლის აქ ყოფნაც გასაოცარი ამბავია იმ გაგებით, რომ ეს არის, რო წარმოვიდგინოთ, ეხლა ინგლისში, რომ ახლა ბანოკ-ბერნის ბრძოლის მონაწილე, რომ ვთქვათ 35 წლის მერე ან 37 წლის მერე, რომ გიყვებოდეს ამ ბრძოლის ამბებს, ესეთი ამბავია ახლა ეს და ბევრი ეტყობა ვერაცნობიერებს ამას. ან თქვათ სიტყვაზე ერწუხის ან ასეთი რომელიმე ასეთი რა თქვათ ნიაბის ბრძოლის მონაწილე რომ ყვებოდეს ამბებს. ახლა ჩვენნაირი ადამიანები ძველ დროში ალბათ უფრო მღეროდნენ. ამ ამბებს უფრო სიმღერით გადასცემდნენ, იმიტომ რომ ეს ისეთი ამბებია, როჯერ ნიცშეს ესეთი ფრაზა გაგახსენდება, რომ ამ ამბებს უნდა ემღერა ამ ახალ სულს, კი არ მოეთხრო. უნდა ემღერაო, აი რაღაც თითქოს სიმღერით უნდა მოყვე, ესეთი ამბები არის, თავისთავად ისეთი ჰეროიკა იქ და ისეთი რაღაცა განსაკუთრებული სული იკვეთება მათში, ხო, განსაკუთრებული ვაჟკაცური, დიდებული სული. ის რაც ნამდვილად ახასიათებდა საქართველოს
თავის ისტორიული განვითარების მანძილზე და რისი თქმა მინდა რომ აი როდესაც ამბობენ ხოლმე რომ აი რატომ არ დაიშალა ეს ხალხი ან რა მოხდებოდა თქვა უკან დახევა აი თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით უკან დახევა და მე თქვა რაღაცა ისევ თქვა იგივე მოძრაობების გაკეთება იცით მე უფრო რა მგონია იცით იმ ღამეს ფაქტობრივად არ არსებობდა ლიდერი არ არსებობდა რომელიც ხალხს ეთყოდა რომ დაიშალეთ და ხალხი დაუჯერებდა ესეთი რამ გამორიცხული მგონია მე პირადად უბრალოდ ამ საკითხში სულ ბატონი ირაკლი იჩაგრება ხოლმე მაგ რა ხდება სხვადასხვა 9 აპრილი 2 თვალსაზრისით არის ძალიან დიდი დღე ერთი ის იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ერის ღირსეული ნაწილის თავგანწირვა და მეორე დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და მე მინდა პერსონალურად ზვიადის იდეა ხო შეიძლება დამოუკიდებლობის აღდგენა ნებისმიერ დღეს გამოცხადებული იყო მაგრამ თავის გენერალურ გამოსვლაში ადონი ზვიადი ბრძანებს 9 აპრილს გადაწყდა საქართველოს ბედი და მან იგულისხმა ის 9 აპრილი სადაც ჩვენ სამივე ვიყავით. სადაც გია ჭანტურია არ იყო იქ. გია ჭანტურია იყო იმაში. გია ჭანტურიას ჩვენთან იყო რაზე, მაგრამ 9 აპრილის იმ ლეგენდარული სიდიათის მოსულობის იყო, მე კოსტავა იყო. ზვიად გამსახურდია, ვიყავი, მე იყო ირაკლი ბათიაშვილი, იყო ირაკლი ხადაგიშვილი, ის მგონი გიას უყვარდა ხოლმე. კონსტანტინე გიას ეძახდა ძალიან ისეთი კეთილი შუბული ჟონით ის ძალის მიერ გადაწყვეტას უჭერდა ხოლმე გია ხარს და იმიტომ ვეძახდი ხო იმიტომ შევარდი ირაკლის მიყავდა ისა და ტყუილი რომ გაიმეორა მარხას გულაშვილმა რომ ირაკლის წერეთე რომ ამას იმეორებს 1000 იდიოტი რომ ირაკლი რომ პატრიარქს მიკროფონი გამოართო ეგ არის ტყუილი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ პატრიარქს არ ეჭირა ხელში მიკროფონი ჯერმე შეიძლება მოურიდებელი კაცი ვარ როცა საქმე მინდა მაგრამ ისეთი თავხედი და უზდელი არა ყველა კადრებია ირაკლიმ გააკეთა რა ეხა მე ვიტყვი ირაკლიმ პრაქტიკულად გააგრძელა ის რაც პატრიარქმა დაიწყო იმ გაგებით რომ პატრიარქი მოვიდა და თავისი მოსვლით მან ჩვენ დაგლოცა ის ვერ მოგვიწოდებდა ჩვენ ვერ გვეტყოდა რომ მხნეთ დადექით ხო სისხლ დაღორებთ და ნამდვილად ამას ის ვერ გააკეთებდა მას არ უთქვამს არც ერთი სიტყვით დაიშალეთ ეს სიტყვა არ გთქმულა უბრალოდ იყო საუბარი იმაზე რომ გადავიდეთ ორნაბიჯზე იყო იქვე ზუსტად ანუ აქციის უკანა მხარეს იყო ქაშვეთი და იქ დაეტეოდა 1000 კაცი მაგრამ 15000 კაციდან 1000 თუ იქ გადავიდოდა 14000 ხომ ირჩებოდა რა პრაქტიკულად ამაზე არის საუბარი და არაფერი უკვე ახლოვდებოდნენ ეს ჯავშან მანქანები, ტანკები თან მანამდე. აი თქვენ რა ვერსიასაც ამბობთ, არავის არ უთქვამს დღემდე საჯარო. დღისით, როდესაც გამოჩნდა 4 ტანკი მოვიდა იქ. მე მახსოვს, კოკა გაწერელია, ჩვენი მეგობარი და აქტივისტი და გულმხურვალი ადამიანი ჩაუწვა ტანკს. პირველ კოკა ჩაუწვა. შემდეგ მას მიყვათ თემურ ქორიძე. ნიკო მიყვა მერე თემურს ჩვენი უსაყვარლესი თემურ ქორიძე შესანიშნავი ლიტერატორი და საოცარი ორატორი აი ის ჩაუწვა მერე მიყვა ნიკო ნორაკიძე შემდეგ უკვე მიყვნენ სხვებიც და დაახლოებით 50-ზე მეტი სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაუწვა ამ ტანკს ტანკი შეჩერდა ვეღარ გაბედა წინსვლა რა თქმა უნდა დაატრიალეს მათ ტანკები და წავიდნენ გაიარეს რუსთაველის პროსპექტი დაეშვნენ ელბაქიძის დაღმართზე და წავიდნენ ორთა ჩვენ მივსდევდით გამოვეკიდეთ მანქანებით და წავიდნენ ისინი თანაპიროს გაყვნენ ეს ტანკები და ეხლა უკვე იმ ღამეს უკვე როდესაც პატრიარქის გამოსვლა და ის სიჩუმე რომელიც ჩამოვარდა ამ დარბევის წინარე წარმოიდგინეთ რომ ეს ტანკები ეს ჯავშან მანქანები თან ეს ფსიქოლოგიური ატმოსფერო რომელსაც ძაბავდა ხო ხელისუფლება და კრემლი რომელსაც გადმოყავდა ზემძლავრი თვითმფრინავებით ეს შინაგანი ჯარი ყოველ დღე იყო აი ამ ზემძლავრი თვითმფრინავების გრუხუნი ცაში და ვიცოდით რომ გადმოყავთ რაღაც შეერაღებული კონტინგენტი ესგან გია ჭანტურიამ გამოაცხადა კიდეც მე და ზვიადმა ვნახეთო ტანკებიო რა თქმა უნდა ეს ის ტანკი უკვე გამოჩნდა ის 4 ტანკი რომ მოვიდა რუსთაველზე ეს უკვე იყო შეშინება ცდელობა მაგრამ რა მოხდა იცით იქ აი იმ ხალხში ჩაირთო რაღაც კულტურული გენეტიკური კოდი მე ესე ვიტყოდი მათში ჩაირთო იცით რა
რომ ჩვენ როგორც ერი, ჩვენ ვართ წმინდა გიორგის ერი, რომ ჩვენ ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის ერი ვართ. აი ეს და რატომ ჩაირთო იცით ურჩხული? არის ასეთი მომენტი, რომ გვერდზე, როდესაც ეს ერი იგრძნობს ურჩხულს, რომელიც არის სრულიად უსამართლობით აღჭურვილი, მეც მეტი არაფერი არ აქვს, გარდა უსამართლო ძლიერებისა. ეს ირთვება იცით ხალხში. და ეს ხალხი იმ წუთში იყო გეორგიანელი. ნამდვილი გეორგიანელი ხალხი იყო იქ ვინც იდგა. სხვადასხვა ზუსტ გამსახურდიას აქვს გენიალური წერილი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს ვეფხის ტყაოსანი და წმინდა გიორგის კულტი საქართველოში. ეს წიგნი მე თავის დროზე მათხოვა ჩემო კონსტანტინემ ლიტერატურული ძიებანი იყო ასეთი კრებული კოდე თუ გახსოვს. კი. და იქ წერია. ხო და აი გამახსენდა ახლა და იქ რა ხდება მიკროფონით გამოვედი მე რა პოსტავა. და იქ ჩვენთან იყო ზვიადიმაც კაი სიტყვებით თქვა, როცა მოკლედ და კონკრეტულად უთხრას პატრიარქსო. რა უნდა ვქნათ, მამაო, ერთხელ დავიბადეთო და ერთხელ დავიბადეთო, ერთხელ მოვკვდებითო რა. და ეს ახლა რატომ ეს ჩანს კარგად არსებობს გოგი ხაინდრავას გადაღებული და სხვადასხვა უშიშროება ძალიან კაი საქმეს აკეთებდა რომ იღებდა. ეგ უშიშროებას ეგ არა აქვს გადაღებული. კი, როგორ კინოსახლიდან იღებდნენ და ეს რატომ აქვს იცი გადაღებული გოგი ხაინდრავა ჩანს იმ ეს 9 აპრილს კითხი. გოგი ხაინდრავა ისე მან და არის ერთი ესეთი ხომარ იქ არის ასეთი ზუსტ გამსახურდია აქვს მოთხრობილი სვეტებთან საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. ეს ჩემი აზრით უნდა იყოს ნაგულისხმები, აქ უნდა იყოს ნაგულისხმები იუსტიციის მინისტრი საბჭოთა საქართველოსი პირადად. მან ესე მითხრაო, რომ იცოდეო თუ 15 წუთში არ დაიშლებით. ყველაფერი დაგბრალდება შენ სახლს აფეთქებენ, შენს ოჯახს ამოწყვიტავენ. ანუ ხალხი გააკეთებს, სულ ამას. დაგიჭერენ და მოკლავენ, აი ასე. აი არა, ისა რა ქვია. არ დაუკონკრეტებია ვინ, მაგრამ აი ესე მოხდება. მე მაშინ ვუთხარიო მას, რომ აქ შეუძლებელია რომ ეს ადამიანები დაშალონ. ვერავინ ვერ დაშლის. არც ერთ ლიდერს ეს ხალხი არ დაუჯერებს. გამორიცხულია ეს. ამას ამბობს კიდევაც. ხო, ამბობს და რაზეა იცი ლაპარაკი? ლაპარაკია იმაზე, რომ მან უთხრა იმისთვის, რომ ადამიანები დაიშალონ, გზაც უჩვენა, ისე კი არ არის, რომ თქვათ სუნთლად გამორიცხულია რაღაცეები, თქვათ, რომ აი გინდა თუ არა ჩვენ ვაპირებთ, რომ შეველეწოთ რა, რაღაც თქვათ უხეშდა ჩვენზე ბევრად აღმატებულ ფიზიკურ ძალას, ხო? ამაზე არ არის, რა თქმა უნდა, ლაპარაკი. იქ უბრალოდ ეუბნება, რომ 48 საათი ჭირდება მინიმუმ, მაგრამ 48 საათი არ ეყოფა. თუ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა კეთილი ნება და რაღაც თქვათ ნაბიჯები არ გადადგა. ანუ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იგივე იმ აფხაზეთთან დაკავშირებით. მერე ჩვენ ხალხს ვეტყვით და შესაძლებელია ხალხმა ეს თქვათ გაიგოს. რომ აქციის შედეგები ნაწილობრივ მიღწეულია, ამჯერად დავიშლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიშლებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლობის მისაღწევად. და იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე არ იქნება ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ დავიშლებთ, ანუ 48 საათი არის მინიმუმი, რაც ჭირდება ასეთ რამეს და თქვენ რომ მოდიხართ აქ და გვეუბნებით 15 წუთი, ეს არის წარმოუდგენელი. და ეს არის უბრალოდ სიტყვის მასალად ამბობს. ვინ იყო იუსტიციის მინისტრი? არ ვიცი ვინ, მე მგონი შარაშენიძე იყო, არ ვიცი, ან პირადად შარაშენიძე იყო, იუსტიციის მინისტრი, ან მისი მოადგილე. და ის რა თქმა უნდა ახმოვანებდა ცენტრალური კომიტეტის გარკვეული ფრთის და უშიშროების კომიტეტის და რა თქმა უნდა პირდაპირ კრემლის პოზიციებს. მაგეთ რა მოხდა ეხლა ერიდებიან ხოლმე პერსონიფიცირებაზე, მე არ მოვერიდები. კრემლი გააცოფა იმ ფაქტმა, რომ აი ამ გარდაქმნისა და საჯაროობის პერიოდში ქართველი არ კმაყოფილდება მოსკოვის იმპერიული ცენტრიდან წამოსულ წყალობებს და ითხოვს სრულ დამოუკიდებლობას. ამაზე იყო თორე მაგ როგორ იყო იცი? შვიდში ჩვენ შევხვდით იყო იქ ლალი ჯავაღიშვილი, რეზო ჩხეიძე,
ვახტანგ გოგუაძე და კიდევ ერთი კაცი ჟანსუღ ჩარკვიანი. ხატურის სახლში მოხდა მეორე საბრძოლო შეხვედრა. და ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ რომ ვის შევხვდით აი ვინც ჩამოთ ხელისუფლების მე ვიყავი გონი კოკოციკ იყო ჟიადით შემოვიდა მე იქ არ ყოფილა და ვინც მართავდი სიტუაცია გია ჭანტურია და ვის შევხვდით ვინც მართა არა ხატრის სახლში ლაზარეთი იყო პირველ სართულზე ეხლა რატო შევხვდით შეშინებულები იყვნენ და აი მაბატეთ ვის შევხვდით აი თქვენ და ინტელიგენციის წარმომადგენელი ხელისუფლება იყო და თედო პაატაშვილიც თუ არ ვთქვი თემურ გორძე თედო პაატაშვილი სულ ვიყავი ვის შევხვდით გეტყვით ლალი ჯავახიშვილი ეგენი წარმოადგენენ ხელისუფლებამდე ისინი მიიტანდნენ. მე არის ხელისუფლება ლალი ჯავახიშვილი იყო. ეგ გასაგებია. რეზო ჩხეიძე იყო, ვახტანგ გოგუაძე იყო და ჯანსუღ ჩარკვიანი. მე მეგონა ყველა ერთად იყავით თქვენ და მეორე მხარეს. არა, შეშინებულები ჩანდნენ და აი იქნებოდა მე ვთქვა რა იქნება მეთქი ხო ჩვენ გვესმის რომ უსასრულოდ ხორგაზრდება ეს აქციები 14 აპრილს ჩავატარებთ გრანდიოზულად დიდ მიტინგს ცოტა ხნის შესრულებას გამოვაცხადეთ, მაგრამ ეს არის გაგზელდება ისე მაისში მეთქი. ასე თქვენ სანერვიულო არაფერი არ გაქვთ. თქვენი გეგმა ესეთი იყო 14 აპრილს. დაგლი ხავს. იმიტომ ჩვენ უკან აღარ დავიხევთ საქართველოს ამიერიდან საქართველოს სანამ არ აღიდგენს ფაქტობრივად დამოუკიდებლობას, ერთადერთი მოთხოვნა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა. აი ამაზე იყო გადაღებულები, მაგათმა იცოდნენ რომ 14-ში ჩვენ ვაპირე ეს გამოცხადდა კიდევაც მე გამოვიდი ინსტიტუტში პატიაშვილმა გააკეთა დიდი გამოსვლა და მე უპასუხე პასუხს ირაკლი მითხრა ქადაგიშვილმა შეუნდა გასეპასუხიო და აი ეს არ უნდათ მაგათ რომ მაგათ არ უნდათ იმის დემონსტრირება რომ მაშინ არ იყო ეს ხდება გერმანიის გაერთიანებამდე ხდება ბალტიისპირეთში მოვიდნენ რესპუბლიკებში ხო მოვიდნენ ეროვნული ძალები არ არიან ჯერ მოსულები საქართველო არის პრაქტიკულად ცენტრი პოლიტიკური ცენტრი სადაც მიმდინარეობს თავისუფლებისათვის პირდაპირ მიშრეობით ბრძოლა ხო და იქ იყო მე და იქ იყო ზვიად მე ძალიან დიდი სიყვარული და სიამაყით ვიხსენებ ამ დღეებს მაგას უნდა იცოდეს ყველა რომ ჩვენ ვაპირებდით დროებით 26 მაისამდე წმინდა ტაქტიკური მოსაზრებით აქციის შეჩერებას, იმიტომ რომ უნდა გაიწეროს ძალები მოეკრიბა. ძალების მოკრება და მე ისევ გაგზელებას და ამასობაში ეს არ უნდა თინო თუ აქამდე დაუშვებდა საბჭოთა კავშირი რომ აი ეს თბილისის ქუჩები იქ უნდა გადააკეტილი დამოუკიდებლობის მოთხოვნით თან უკვე გაისმოდა რომ საქართველოს უნდა გახდეს ჩრდილოეთ ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და სუფთა პოლიტიკური მასში გადაიზარდა. ამერიკის დროშა იყო გადმოფენილი აივანზე. ხო? აი ამ ხელა ხალხი სხვა ხალხი არის გამოსული ქუჩაში. ვერაფერი ხომობს თავის ასე წამზე რო ლაპარაკობს, ესეთი წამი არისო. ასეთი უდიდებულესი და უამატებული უყარდა ეს სიტყვები მერაბს და ამ დროს მოთხოვნა არის ვიღაც გაჭირებული ოსგანის ვიღაც ადლეიბას ბუდიშ და ფაჩულიას და ვიღაცებს ფაჩულიას მოხსნა და ამ დროს საქართველოს ეს ყველაფერი ჩაიფარსა კიდევ ღირსება დაიბრუნა ერმა და ბატონ კონსტანტინე რას ეტყვით იმ ადამიანებს ვინც დღემდე ფიქრობენ და ხმამაღლაც ამბობენ რომ აი შუბლით არ უნდა შევსკდომოდით მაშინ მეორე მხარეს იმ ტერს და ჩვენ ისე ჭკვიანურად უნდა წაგვემართა პროცესები რომ სისხლი არ დაღვრილიყო და იმ გზით უნდა გვეარა რა გზითაც ბალტიისპირეთმა იარა ამას ძალიან ხშირად დაიღვარა სისხლი დიდი მასშტაბით დაიღვარა სისხლი ბალტიისპირეთში იმიტომ რომ იმპერია სხვანაირად არ შეუძლია და იმპერია არ დაუშვებდა ნუ იცით რა არის ეს ადამიანები არიან რაღაცნაირად ჩაციკლულები და დაზიანებულები არიან, მათი ლოგიკა არის დაზიანებული, მათი სინდისი არის დაზიანებული და მე მათ ურჩევდი აქედან რომ გაასწორონ ლოგიკაც და გაასწორონ სინდისიც. როდესაც ზვიად გამსახურდიაზე და მერაბ კოსტავას ცხოვრებაზე, მათ ბიოგრაფიებზე იმსჯელებენ. თავიანთ ბიოგრაფიებს შეხედონ და მე ასე ვთქვათ აქ არის ნინო შურის ამბავი. ახლა რა ხდება? მოდი მათემატიკულად დავითვალოთ, არითმეტიკულად.
როდესაც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს უძღვება მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდია, შემდეგ მერაბი კი გამოგვეცალა ხელიდან, მაგრამ ბატონი ზვიადმა შეძლო პრაქტიკულად მას მარჯვენა ძალიან დიდი ძალა გამოყვავდა ყველას მერაბის სიკვდილით. ეს აი რო იტყვიან ყველა მისევი გზენთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ, ხო? 28 ოქტომბერს ეროვნულმა მოძრაობამ უსისხლოდ ეს არ არის პრაგმატული? ეს უსისხლოდ გაიმარჯვა. ბალტიისპირული თუნდაც რატომ არ არის ეს? მთელი წელიწად ნახევარი აფხაზეთის ხმა არ გაუღია უკვე საქართველოს წინააღმდეგ. და შემდეგ როდესაც მოხდა ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლების იარაღის ზალი დამხობა და ეხაც იყვება ჯერ კიდევ ირაკლი ბათიაშვილმა დაწერა წერილი მან კი ერთ სადაც პირდაპირ ასახელებს რომ კიტონმა და მხედველმა კი დაამხოს ზვიად გამსახურდი და პირდაპირ მიზიდებულია იქ ამერიკავკასიის სამხედრო ოლქი და ლეტუჩი როგორ არის ლეტუჩი მისი ღამურები მიზიდებულია და ნახე რა ხდება როდესაც ეროვნული მოძრაობა და უკვე ეროვნულ ხელისუფლებად წეული ეროვნული მოძრაობა ჩამოცელდა პოლიტიკური პროცესების ფაქტობრივი მართვის სადავეებს და მოვიდა შევარდნაძე ვითომ ზვიადზე პრაგმატულად და უსისხლო ბრძოლისთვის მოსული კაცი მათ ათასობით ქართველი ახალგაზრდა მთელი გენოფონდი ჩაწყვიტეს აფხაზეთში და არამც თუ ჩვენ კი ბატონო ძალიან განვიცდით ამ 21 კაცის სიკვდილს მაგრამ იმ 21 კაცის სიკვდილმა შემოატარიალა საქართველოს ისტორია მონობიდან თავისუფლებისკენ და 9 აპრილის განთავისუფლებული საქართველოს ტერიტორიებით წაართვეს შიმშილობებიც იყო ყველანაირმა კატაკლიზმებმა გადაიარა მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა დგას როგორც ცას მიმჯერელი წარუმცემელი სვეტი და იმათ რამდენი მარტო აფხაზეთში რამდენი ქართველი მოკვდა ამ აბსოლუტურად პროვოკაციულად წამოწყებულ ომში იცით რა არის კიდე ერთ რამეს ვიტყვი ეხლა ვინ არის უფრო პრაგმატული და ვის მიყავს ესე იგი ჩვენ 21 კაცის გამოვართ სისხლიანები და ამათ ათასობით ქართველი ახალგაზრდა ჩათან ომი წააგეს ვერც გაიმარჯვეს ხო თან ახლა როგორი პრობლემაა დამოუკიდებლობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ზვიად გამსახურდიას გენერალური ინიციატივით საქართველოს ხوارდასმულა ეს კითხვის ნიშნის დამოუკიდებლობა არასოდეს ამდენი წელი გავიდა 35 წელი გავიდა ხო 26 33 მე მგონი. არა, 26-ო გამოვაკლო. 91 წელი გავიდა. 31 წლის მანძილზე ერთხელაც არ დასმულა საქართველოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნისთვის თვითონ რუსეთის მიერ, მაგრამ ეს ტერიტორიები დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება უკვე ისე არის, ხო? ფაქტია, რომ აფხაზეთში ცურის შევყავი და როცა კანონიერი ხელისუფლება მართავდა და ზვიადი მართავდა საქართველოს არზიმა რამდენჯერმე ჩამოვიყვანა აქ ზვიადმა და ზვიადი სანამ მართავდა და სანამ ეს ავად სახსენებელი ომი დაიწყებოდა ერთხელ მაინც აფხაზები გამოსულან საქართველოს წინააღმდეგ არ ყოფილა გახსოვთ სარიშვილის პროვოკაციული გამოსვლა რატომ დუმს აფხაზეთი რატომ დუმს აფხაზეთი საოცარია რატომ დუმს ესე წqis თუ აფხაზეთი დუმს ახმასარიგებს საქართველოს წინააღმდეგ ნუ რა გაუცებული მიყიდო რა რამე ისეთი არა ყურადღებით გისმენთ რა არის იცით იგივე 9 აპრილის აი ვიტყოდი იმ მომენტს გავიხსენებდი რომ ჩვენ მაშინ არ გვეგონა მაინც არ გვეგონა რომ ასეთი სისასტიკით მოხდებოდა დარბევა ნუ დარბევა თვლიდით რომ ჩაოლებრივი დარბევა ტანკები რო დაინახეთ რას ფიქრობთ ტანკები ეს იყო უფრო შესაშინებლად ალბათ რომ ხალხი გაფართოვდა ეს ტანკები არ იყო ტყუილია ტანკები 4 დიდი ბეტერი იყო ხო ის იყო 4 დიდი ისა ჯავშან მანქანა იყო და თორცდები BMP იყო ტანკები დაინახა ზვიად გამსახურდიამ ის ხო დადიოდა ვერ ისვენებდა როს ვერავდა რა ხდება თბილისში დაინახა რომ ტანკებიც იყო მზად იყო მაგრამ თვითონ მიტინგის ტერიტორიაზე დემონსტრაცია სადაც მიდიოდა ბრძოლა თავისუფლებისათვის იქ შემოვიდა 5 დიდი ბეტერი რომ შემოვიდა დიდი დერეფანი გააკეთეს მახსოვს ეგ იყო და ზუსტად ეგ იყო და მე რაც თქვა მინდა რომ ძალიან დიდხანს საკმაოდ დიდხანს ადამიანებმა არ იცოდნენ რამ გამოიწვია სიკვდილი იქ ყველას ეგონა რომ ადამიანები აჩეხეს გალესილი ნიჩბებით და იქ გალესილი ნიჩბებით თითქმის არავინ არ მომკვდარა ყველა არის გარდაცვლილი ასფიქსიით ეს რას ნიშნავს რომ გამოყენებულია უშიშროების ლაბორატორიაში გამოყვანილი რაღაც გაზი
რომელიც ძალიან ახლოს დგას ქლორპიკრინთან. ქლორპიკრინის რაღაც ბიძაშვილი შეიძლება ითქვას. ოღონდ ეს გაზი ყველგან იცით ერთნაირად არ მოქმედებდა. ზოგან ის მაინც უფრო ეთყობა სადაც იყო მისი ასე ვთქვათ გავრცელების კერები, იქ ახლოს ვინც ჩაისუნთქა ის ყველა გარდაიცვალა. მაგრამ ცოტა მოშორებით თუ ჩაისუნთქავდნენ მას იქ ის უკვე მოქმედებდა ძალიან ისეთი რა თქმა უნდა ხო სასუნთქების წვას იწვევდა, მაგრამ ამასთანავე ის იწვევდა ვთქვათ ხანგრძლივ თავის ტკივილს, თვეობით, წყლობითაც კი ყოფილა შემთხვევა, რომ თავის ტკივილი დარჩენილად ადამიანის. ასეთი რაღაცაც იყო, მაგრამ ეს ხლორპიკრინი როგორც ჩანს, ნუ ეს საბჭოთა არმიის ასე ვთქვათ მარაგებში იყო. ეს ხლორპიკრინი და ეს სხვათა შორის ზურაბ ჭავჭავაძე მე ცალკე ის ქიმიკოსი იყო ზურაბ ჭავჭავაძე და ცალკე წერილიც კი დაწერა, სადაც გამოიკვლია ეს ამბავი. და ეხლა ზურაბ ჭავჭავაძეს ვერან ვერ დასწამებს რომ მან რაღაც ვთქვათ ეს არაობიექტურად გააკეთა. დარბევა რო დაიწყო ხო იქ ბრძანდებოდით. აი დღემდე იმეორებენ მე ეხლა უწმინდესის გარდაცვალების დღეებშიც მოვისმინე ბატონი რობიკო სტურუასგან ამ სტუდიიდანაც იყო ლაპარაკი იმაზე რომ თითქოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები რომლებსაც რევოლუციონერებს უწოდებენ იმიტომ რომ დაამცირონ გაიძურწნენ იქიდან თვითონ მე ზუსტად ვიცი მერაბ კოსტავა როგორ გამოვიდა იმიტომ რომ ერთად ვიარეთ და აი თქვენ რას გვეტყვით გაიძურწნენ ეროვნული ისინი ბოლომდე იყვნენ და როდესაც უკვე ეს ჯარი მისული იყო თითქმის აი ალბათ 10 მეტრი იყო დარჩენილი მათთან ახალგაზრდების ჯგუფმა მათ შორის ერთ-ერთი იყო მამუკა ხერხეულიძე და მას შეუძლია ეს დაადასტუროს გაიყვანეს ისინი იქიდან არავინ არ გაძურწულა არც ირაკლი ბათიაშვილი საშინლად სცემეს და პრაქტიკულად სიკვდილის პირამდე იყო მიყვანილი ზვიად და მერაბი მოიწამლენ ორივენი და მათ უშველა გერმანულმა ჯგუფმა რომელიც იმ პერიოდში ჩამოვიდა და ჩამოიტანეს ალტერნატიული სამედიცინო საშუალებები ეს იყო იდრიარტის ფესტივალის ჯგუფი შემდგომში ერთი წლის თავზე ზვიად გამსახურდია მიდრიარტის ფესტივალზე წაიკითხა თავისი ცნობილი საქართველოს სულიერი მისია და აი ამ ვაჟბატონებმა ვინც ასეთ განცხადებებს გააკეთეს ხო ნაცარქექიებმა ძალიან ცუდი გაგებით ნაცარქექიებმა არაჰერმენევტიკულმა ნაცარქექიებმა თავიანთ ბიოგრაფიებს მიხედონ უმჯობესია მე პირდაპირ აქცია ხო დაიწყო და თქვენ როგორ გამოხვედით აი მე გეტყვი აქცია დაიწყო და ჩვენ ნელ-ნელა ჩვენ ჯერ როგორ იყო დერეფანი გააკეთა ამ 4-5 ბიტერმა მე უცხარი არ შეგეშინდეთ ჩვენ თქვენთან და მერაბს გადავძახე მერაბით ჩავიდეთ მეთქი და მერაბი ვაჟა ადამია ირაკლი ბათიაშვილი და ვინც იყო შეიძლება ჩავედი დაბლა მაგრამ გადაგვიდგა პირდაპირ ხალხი აქეთ ორივე მხრიდან და აღარ გაგვიშვეს და როგორც ჩანს ირაკლი ბათიაშვილი მაშინ დარჩა იქ მაშინ დარჩა და როიქო დარჩა მაგას ემსხვერპლ გააჩნია რომელ სექტორში მოხდებოდით იყო სექტორები სადაც იყო ის ასე ვთქვათ ნივთიერების გავრცელებაც იყო და სადაც ასე ვთქვათ მოდიოდნენ ეს ფაროსანი მე შემიძლია დავიფიცო ერთ ამაზე რომ დაგვარბიეს პირველი შეკრება მოხდა ფილარმონიასთან. მე იქ ვიყავ. და იქ მერაბიც იყო და ზვიადიც იყო. და მე სხვათა შორის 7 საათზე არა დილის თუ 5 საათზე. გათენებული. აი ხო 5 და 7 საათზე. აი რო იტყვი. გამთენია ხო არის ასეთ სიტყვა. მახსოვს მოვიდა თეთრი ვოლგა ყველა სატომღაც ეგონა რომ ეს იყო როგორიღაც გავდა და დაუწყეს სემა ვოლგას და გადმოვიდა იქიდან მუხრანი რა. ესე იყო 3 წუთი დაგვჭირდა. ზვიად გამსახურდია ავიდა მაშინ კოლხურ კოშკში, იმიტომ რომ მან იცოდა რომ უკვე დაიჭერენ მას. სხვათა შორის შევიდა თუ არა კოლხურ კოშკში, პირდაპირ მანქანა დაეჯახა ჭიშკარს, პირდაპირ მანქანა, სატვირთო მანქანა, პირდაპირ შეანგრიეს ჭიშკარი და იქვე ესე ვთქვათ იყო ქართული ესე ვთქვათ ძალოვანთა გარკვეული წარმომადგენლები, რომელთაც ახლდა ასევე რუსული სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცები. აი ესე მოხდა მისი დაკავება. გადაცემის დასრულებამდე დაიჭირეს იმავე ღამის.
მე დამიჭირეს მე-4 დღეს. მახსოვს რომ. ხო, იმიტომ მე ძებნა იყო გამოცხადებული. ვიმალებოდი და სხვათა შორის დამიჭირეს მაშინ მე მქონდა გარესამყაროსთან კავშირი ყობა ხაბაზის მეშვეობით. ეხლა ყობას ვინდობე და გამაბარაზებს ხოლმე მაშინ რაც გამიშიშდა და სულ გამოთაყვანდა ვიძახე ეთყობა იქიდან რომ მოვიდა ყობა ხაბაზი მაშინ ამ გამიყვანეს ყობა ხაბაზის მორიგი იმის დროს რამე არ მომწკიცებ ყობა მაშინ მე მიყარათა მაგრამ ესეთ ფაქტი არსებობს დიახ რა არის კიდევ ერთი დეტალი რაზეც ძალიან ხშირად არის საუბარი და რადგან თქვენც ბრძანდებით აქ ვიდეო კადრები არსებობს და მიუხედავად მაგისა მაინც ამბობენ და მე სულ მიწევს დაცვა ბატონი ირაკლისი რომ მიკროფონი გამოგლიჯა პატრიარქს კი გამოგლიჯა ოღონდ ხადაგიშვილი არ გამოგლიჯა გამოართვით ხადაგიშვილს გამოართვა მიკროფონი არა პატრიარქს არამედ ირაკლი ხადაგიშვილი იმას ეკავა ხელში მიკროფონი და ვიდეო კადრები არსებობს გამოჩნდებია ყველა ვინც ირაკლი ხადაგიშვილს და პატრიარქს ერთმანეთსგან ვერ გაარჩევს შეიძლება ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი ხადაგიშვილი ვერ გაარჩევს ერთხელ და სამუდამოდ ამ ასე ვთქვათ მოლაპარაკე თავებმა გაითვალისწინონ რომ პატრიარქი იქ მოვიდა ჩვენს დასალოცად მომიტინგეები მან დალოცა ისევე როგორც მერეც ყოველთვის ედგა მხარში მომიტინგეებს და მათ ასე ვთქვათ ახლობლებს ოჯახის წევრებს როდესაც თქვენ ოჯახსაც რასაკურველია და საპირისპიროდ ბატონ ლაპარაკობენ ედგა როგორ არის გადაცემის დასრულებამდე წამები ეს ერთი რაღაცა მე და გავხსნა მან წესი აუგო ზიად გამსახურდია ეს შურიანი წესი აუგო სვეტიცხოველში მერე ჩვენ სამივე ძმა გადაგვიპატიჟა იმავე საღამოს წესის აგების საღამოს სვეტიცხოველში მის რეზიდენციაში სადაც დაგვპატიჟა ვახშამზე და ძალიან საინტერესო საუბრები გქონდა მასთან. რაც შეიძლება საჯაროდ ითქვა ძალიან მტყოვ რომ ერთი წუთი დაგვიმატონ და გითხარით ეს იყო ესეთი ძალიან საინტერესო საუბრები, უაღრესად თბილი და ძალიან ესეთი სოლიდარული იყო ის ჩვენს მიმართ და ყველანაირად ცდილობდა რომ ნუგეში ეცა ჩვენთვის. შესაძლოა როცა გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 26 მაისის აქტის საფუძველზე პატრიარქი იჯდა იქ. დიახ. ეს კადრიც არსებობს. დიახ და როდესაც ზვიად გამსახურდიან პრეზიდენტის საპრეზიდენტო ფიცი დადო ის იქაც იდგა და ნუ ძალიან ბევრი რამ არის შემდგომაც საუბრები აი მაგალითად ჩემი ძმა გიორგი წერდა პირდაპირ რა თქვა პატრიარქმა უკვე 1992 წლის მოვლენების შემდგომ ამბავზე, როდესაც პატრიარქმა უთხრა, რომ მას პრაქტიკულად ადევნებდნენ თვალყურს გარკვეული ძალები და ისინი ცდილობდნენ, ну, რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ დავეჭირე ზვიადის მიმართ ჩემს სიმპათიებშიო და ისინი მზად იყვნენ, რომ ჩემთვის ფიზიკურადაც გაესწორებინათ ანგარიშიო, აი ესე მითხრაო, რომ ისინი ფიზიკურადაც გამისწორებდნენ ანგარიშსო ეს. ისინი ანუ ეს ძალები, დიახ, აი ეს ძალიან ესეთი ბნელი ძალები, როგორც ჩანს, რომლებიც იმართებოდნენ ქვეყნის გარედან. დიახ, მაგრამ საიდან არ დაუკონკრეტებია? მეგებს გასაგებია ის საიდან იქნებოდნენ ეს ახლა ტერორისტულ ასე ვთქვათ ქმედებებს, სწორედ ისინი ახორციელებდნენ ეს ძალები. ნახევარი წუთი მაგ დრო? გამლახავენ. მაშინ გისმენთ და დავასრულოთ. ქართველიერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე დიდი ხალხმრავლობა, რომლის გავსი არ ყოფილა ზუსტ დაფიქსირდა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს 1991 წლის 31 მარტს, როცა ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი და რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ამდენი ხალხი არ ყოფილა არც ერთ არჩევნებში, არც ერთ დაკრძალვის დღეებში. და ეხლა რომ პატრიარქი უამრავმა სხვა ხალხმა გააცილა პატივისცემი და სიყვარული, აი ვერ იტანებენ მაინც ეს შურიანი ხალხი, რომ ზვიადის დაბადების დღეს რომ მაინც ყველაზე დიდი ხალხი გამოვიდა და უნდათ რომ რაღაცაირად პატრიარქი და ზვიადი დააპირისპიროთ ერთმანეთს, არაფერი მაგიდან არ გამოვა. შემოყავდა ორი უსაყვარლესი ადამიანი, მერაბის გარდაცვალება ის იყო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია,
და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მიუახლოვდა, შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და ბატონი ირაკლი წერეთელი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.